მოგესალმებით ყველას. საჯარო გაშლა სახელწოდებით ჩაფიქრებული პიროვნების რეალური ფიქრები და გრძნობები თქვენთან მიმართებაში. არსებული საჯარო გაშლა არის მათთვის, ვინც იმყოფება კონკრეტულად ურთიერთობაში და აინტერესებს პარტნიორის რეალური დამოკიდებულება, ან უშუალოდ არის ურთიერთობის საწყის ეტაპზე და აინტერესებს რეალურად რას ფიქრობს ან რას გრძნობს არსებული პიროვნება. ეს არის საჯარო გაშლა, ყველაფერი შეიძლება ყოველთვის 100%-ით არ დაემთხვას, მაგრამ არსებობს პირადი კონსულტაციები, სადაც შეგიძლიათ მომართოთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე დეტალური ინფორმაციისთვის. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. პირველი ვარიანტის წარმომადგენელი რეალურად რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი, რას გრძნობს რეალურად თქვენთან დაკავშირებით და ზოგადად რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით არსებულ პიროვნებას. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი, რომელიც უფრო მეტად დაგიძახებთ. ისინი, ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. ჩაფიქრებული პიროვნების გამომარევების კუთხით, ანუ ჩაფიქრებული პიროვნება რას გრძნობს, ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. საკმაოდ ცვალებადი დამოკიდებულება აქვს არსებულ ადამიანს და ბოლომდე ვერ გაუგია სიტუაციურად, როგორი, ასე ვთქვათ, გახრით მოგიდგეთ, ხო ესე რომ ვთქვათ, როგორ მოიქცეს თქვენთან მიმართებაში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას სიტუაციურად იკეტება ეს ადამიანი საკუთარ თავში, შეიძლება ითქვას პირდაპირ მნიშვნელობით და ელოდება გარკვეული სახის მომენტებს ან სიტუაციას, სადაც მისი გარკვეული სახის ფიქრები დადასტურდება ან თქვენ უფრო მეტად დაგინახავთ სხვანაირი კუთხით. რეალურად ამ მომენტისთვის პირდაპირ არის ჩაკეტილი მდგომარეობაში ეს ადამიანი იმ თვალსაზრისით, რომ არ იცის ბოლომდე როგორ ფიქრებში იყოს. მომენტებში ზედმეტად შეიძლება კარგი განწყობა ჰქონდეს, მომენტებში შეიძლება ზედმეტად ცუდი, ანუ საკმაოდ არეული არის და არაბალანსირებულ მდგომარეობაში არის. ანუ აქ მე რასაც მიჩვენებ სიტუაციას, პირდაპირ მნიშვნელობით რაღაც გაურკვეველ პოზიციაში არის. თან თითქოს დადებითი პოზიციით, თან თითქოს ბოლომდე დადებითით არ არის. აქ უფრო მეტად მიჩვენებს, რომ შეფასების პოზიციაში არის, როდესაც ადამიანი ცდილობს მეტად გაერკვეს საკუთარ თავში, საკუთარ ფიქრებში, ესე ვიტყოდი. გრძნობების კუთხით რას გრძნობს არსებული ადამიანი. აქ მიჩვენებს მდგომარეობა, როდესაც ურთიერთობაში თუ იმყოფებით მსგავს შემთხვევაში, თითქოს ზედმეტად ერთფეროვანი არის არსებული სიტუაცია და ზედმეტად ერთ ადგილზე ტრიალებთ და რაღაც სიახლეები არის ურთიერთობაში საჭირო, რაღაც ახალი შემოტანის თემები, თორე უკვე რაღაც მომენტში მოსაბეზრებელი ხდება ეს კავშირი, მოდი ესე ვიტყოდი. შესაბამისად, აქ გრძნობების კუთხით შეჩევადობის მდგომარეობას მიჩვენებს გარკვეული სახის სურვილების თემებიც არის. უბრალოდ აი ესე გადაჭრით სიყვარულის თემა სამწუხაროდ აქ არ ამოდის, იმიტომ რომ რაღაც აი ემოციებისგან დაცლილი პოზიცია არის. ისინი, ვინც არ ხართ ურთიერთობაში და უბრალოდ საწყისი, ასე ვთქვათ, კავშირის მდგომარეობა გაქვთ ურთიერთობაში, პირდაპირ მაჩვენებელი არის, რომ რეალურად მას უფრო მეტი დრო სჭირდება საკუთარ თავში გაერკვა, საკუთარ თავში ჩამოყალიბდეს, რომ უფრო მეტად თქვენდამი გაუმძაფრდეს ემოციები. ამ მომენტისთვის უბრალოდ ინტერესის საგანს წარმოადგენთ, ესე რომ ვთქვათ. და ზოგადად რას აპირებს შენთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მეტად იაქტიუროს, ან რაც შეიძლება მეტად ასე ვთქვათ, დაიჭიროს ის რაღაცა გარკვეული სახის საუბარი, გარკვეული სახის ფაქტები, რასაც თქვენ ეტყვით ან გააკეთებთ და ამის ფონზე იმოქმედოს. ესეც შთაბეჭდილება მჩნევა, რომ რაღაცა მომენტში თქვენგან ელოდება არსებული ადამიანი, რომ როგორც კი თქვენი მხრიდან გარკვეული სახის მინიშნებას დაიჭერს, გარკვეული სახის კავშირს დაიჭერს, ავტომატურად იმოქმედოს და ეს შანსი გამოიყენოს. ხო, აი რაღაც თქვენზე დამოკიდებულ სიტუაციას ელოდება, რას იზავთ, ესე ვიტყოდი. გადავიდეთ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე. ჩაფიქრებული პიროვნება რას ფიქრობს? როგორც პიროვნება საკმაოდ, ასე ვთქვათ, მოსწონხარ შეიძლება ითქვას, ხო? აქვს გარკვეული სახის, ასე ვთქვათ, ემოციები, ინტერესი, როგორც პიროვნების მიმართ სექსუალური ინტერესის პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია თქვა, სექსუალური ინტერესის გარდა ასევე ინტელექტუალური ინტერესიც. ანუ როგორც ასეთი პიროვნება საკმაოდ აინტერესებდა უნდა შენთან გარკვეული სახის კავშირები. ანუ მის ფიქრებში და მის ემოციებში პირდაპირ მნიშვნელობით ხარ
ადამიანი, ვისთანაც ცდით და გარკვეული სახის ურთიერთობას, თუ კი არ იმყოფებით ურთიერთობის თემაში. თუ კი ხართ ურთიერთობის თემაში, თითქოს ახალი სიტუაციების მოთხოვნილება აქვს, უფრო მეტად რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლის მდგომარეობა, ხო? ანუ რეალურად ურთიერთობაში გჭირდებათ სიახლეები და უფრო მეტი წინსვლის მდგომარეობა. ანუ მისი ფიქრები ამ მომენტისთვის არის, რომ რაღაცა შეიცვალოს უკეთესობისკენ. ინტერესი საკმაოდ ძლიერი არის. გრძნობების კუთხით რას გრძნობს არსებული ადამიანი შენთან მიმართებაში? აქ გრძნობების კუთხით მიჩვენებს, რომ ცოტათი გაურკვეველი თემა არის იმ კუთხით, რომ თითქოს ერთ მომენტში უნდა შენთან გარკვეული სახის სერიოზული ურთიერთობა. მეორე მომენტში თითქოს არ უნდა, მე ისევ უნდა, მე ისევ არ უნდა. ანუ თითქოს საკმაოდ კარგად პროვოცირებ მასზე ამ ადამიანზე, ესე ვიტყოდი, ხო? შენივე манипуляციების ხარჯზე იწვევ მასში ინტერესს, ვნების აღოძვრას პირდაპირ მნიშვნელობით. ანუ ფაქტიურად ამ არსებულ ადამიანს ამ მომენტისთვის საკმაოდ ძლიერი ვნების მომენტი აქვს და საკმაოდ ძლიერი სურვილი სექსუალური ტოლვა ამოდის. ანუ კონკრეტულად სიყვარული სამწუხაროდ აქაც ფიზიკურად არ მიჩვენებს. რას აპირებს შენთან მიმართებაში? აქ მიჩვენებს, რომ ჯერჯერობით მიდი-მოდის რეჟიმში შეიძლება იყოს ეს ადამიანი, რაღაც მომენტში ზედმეტად გააქტიურდეს, მეორე მომენტში გაჩერდეს, მერე ისევ გააქტიურდეს, მერე ისევ გაჩერდეს. კონკრეტული გადაწყვეტილება, როგორც ასეთი, რომ აი პირობითად რაღაცა ასე ვთქვათ, სერიოზული განახორციელოს, ჯერჯერობით არ არის, ანუ სურვილი ერთი არის, მაგრამ ქმედება უნარიანობა მეორე, ხო? ასე რომ არსებულ სიტუაციაში ყველაფერი მიდის ისეთი ტემპით, როგორითაც იყო ფიზიკურად, ხო? რაიმე ისეთი გრანდიოზული გეგმები ამ ეტაპისთვის არ აქვს. და მესამე ვარიანტის წარმომადგენლები, რას ფიქრობ შენთან დაკავშირებით, საკმაოდ ცეცხლოვანი ენერგიების წარმომადგენელი ხარ მისთვის, საკმაოდ ძლიერი სურვილები არის შენთან დაკავშირებით, აი რო თქვა ხოლმე აღვირახსნილი სურვილები, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით არ აქვს მნიშვნელობა ურთიერთობაში იმყოფებით თუ არ იმყოფებით, ძალიან ძლიერი ვნების მომენტია და მომენტი, როდესაც უნდა რომ შენთან გქონდეს უფრო მეტი სიახლოვის სიტუაცია, უფრო მეტი და მეტი, ანუ თითქოს ბოლომდე უნდა რომ მის საკუთრებაში გადახვიდე. ანუ ემოციურად ძალიან აკვიატებულ პოზიციაში ყავხარ და ძალიან ძლიერი ესეთი არაადეკვატური სურვილებიც კი შეიძლება ითქვას, რომ იყოს ემოციების კუთხით არის. ზოგადად რას გრძნობს ეს ადამიანი შენთან დაკავშირებით? გრძნობის კუთხით აქ რასაც მიჩვენებს სტაბილურობის თემას, თითქოს შენი გარკვეული სახის მიუწვდომლობა, ან შენი გარკვეული სახის კაპრიზული გამოვლინებები, ან ხასიათების კუთხით რაღაც ისე რომ ვერ მიდის, როგორც მას უნდა, აზარც უფრო მეტად უმძაფრებს ამ ადამიანს და უფრო მეტად აინტერესებს სიტუაციად. რეალურად ამ მომენტისთვის არის სურვილი შენთან მიმართებაში მაქსიმალური დამორჩილების, სურვილი მაქსიმალური შენზე ზეწოლის მოხდენის და პირდაპირ მნიშვნელობით, რომ შენ მის დაქვემდებარებაში იყო, როგორც პარტნიორი, როგორც მეგობარი, როგორც ახლობელი, ანუ ყველანაირი სიტუაციის კუთხით გონია, რომ შენ მისთვის სასურველი პიროვნება ხარ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია გვერდში დგომა. ანუ აქ უფრო მეტად ამომდის მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე, თითქოს ამ ადამიანს აქვს გარკვეული სახით სიყვარულის დეფიციტი და ემოციური დეფიციტი და თითქოს შენ ამ ყველაფრის დაბალანსება და შევსება სიტუაციურად შეგიძლია. შესაბამისად, აკვიატების პოზიცია არის სიყვარული, აქაც სამწუხაროდ არ არის, ძალიან ძლიერი ვნებები არის, ძალიან ძლიერი სურვილები არის, მაგრამ სიყვარული არ არის. მას კი შეიძლება ეგონოს, რომ უყვარხარ, მაგრამ იდეაში ეს არ არის სამწუხაროდ. მოდით ვნახოთ კონკრეტულად რას აპირებს. რას აპირებს თემაში ამომდის პირდაპირ მოქმედების პოზიცია. რაღაცა გრანდიოზული გააკეთოს თქო და შენ გამოგაგიჟდეს და მთები გადადგას მსგავს რამეს ვერ ვიტყვი, თუმცა ურთიერთობაში დაინახავ, რომ ცდილობები შეიძლება იყოს მისი მხრიდან აქტივობების, რაღაცის ცვლილების სურვილი ნამდვილად აქვს. უბრალოდ შენგან ელოდება, რომ შენ შეძლებ თუ არა და დათანხმდები თუ არა სიტუაციურად თანხმობის მდგომარეობა რო განუხორციელ, ხო? როგორც იტყვიან ხოლმე დაბრო მისცე სიტუაციებზე, ესეთი ქუჩური გამოთქმა რო გამოვიყენოთ. ასე რომ აქ ბევრი რამე არის შენთან მიმართებაში, შენზეც დამოკიდებული, რას როგორი კუთხით გააკეთებ, როგორ მიუდგები სიტუაციებს. სურვილები არსებულ ადამიანს აქვს. აი ესეთი იყო არსებული სიტუაცია სამი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, გესურვებ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას.